ვარ საბაქამაში 9 წლის. სწავლობ ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, ცურვა და სიმღერა. უფრო თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. რომ მივედი პირველ დღეს ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობდი. მე მყავს ორი მწვრთნელი თორნიკე ბურკაძე და ეინარ თებიძე. უფრო მხიარულია თორნიკე მასწავლებელი. ეინარ მასწავლებელი უფრო მკაცრია და სერიოზული. ორივე ისე კარგებია, რომ ყველა შეგვაყვარეს თავი. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა არის მეკარის დაცვა. ადრე ვიყავი ფორვარდი და მე მწვრთნელმა გადმომიყვანა დაცვაში. მაღალი ვარ და დაცვას სჭირდებოდა ჩემი დახმარება. უკვე მქონდა 7 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პორტოსთან თამაში, რომელიც წავაგეთ 4-2. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ. მაგ თამაში გავაკეთე ასისტი და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარი და საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 4 ნომრით. 7 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავწყვიტე რომ გამოსულიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამავალ, მაშინ გამავალ კალათბურთელი. მე მაქვს ნიჭი და დარწმუნებული ვარ, რომ ვითამაშებ დიდ ფეხბურთს. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. დავიწყებ დინამო თბილისში, მერე გადავალ ნაპოლში, ნაპოლიდან გადავალ Manchester City-ში და Manchester City-დან გადავალ რეალში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები რეალის მწვრთნელი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი და გამომიძახებენ ნაკრებში. მე ყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მხიარული მასწავლებელები ყავს და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის მურად შარაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ანდრია დიასემიძე. ყველაზე მშვიდია ლიზი ჭყიკვაძე. ყველაზე ცელქია დემეტრე ვაშაინძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანდრია თებიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ კარიერაში ხელს შემიშლის. ცალს რომ მოვიყავ, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას და ნუცას. ჩემს ცოლს დავარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა ვიცოდე რუსული ენა. საყვარელი მასწავლებელია იზა ვარშაინძე, იმიტომ რომ კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, არ გვიყვის და კარგად გვასწავლის. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და დეიდა. მყავს 2 და კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. მამიკო არის კეთილი, მშრომელი და სიყვარულით სავსე კაცი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კარგ საქმეებსაც აკეთებს. ყველაზე მეტად მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხობს ხაჭაპურს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლო მერხზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს ფეხბურთის კარიერაზე. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. დედასნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი რონალდოს ხელმოწერილ ფორმას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ჩემი საყვარელი სიმღერაა თოვს და თოვს. ჩემი ჰობი არის ცურვა. ჩემმა დებმა მასწავლეს ჯერ აუზში და მერე ზღვაზე. მინდა ისე კარგად ცურავდე, ვინმე რომ იხჩებოდეს გადავარჩინო. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის ამერიკაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ნეიმარის მუცები. ახლა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები მისცენ, ვეტყოდი რომ თუ გინდა რომ აასრულოთ თქვენი ოცნებები, არ უნდა დაიხაროთ. უფროსებს ვუჩევდი რომ არ უყვირონ ბავშვებს და ერთმანეთი უყვარდნენ. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება, შენი ოცნების ასრულება და რაც გინდა ის რომ გამოსულიყავი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.